საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველიერი ღვთის წინაშე. 1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ქუთაისში ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლთან ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ 9 აპრილის გმირების სულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. შესრულდა საგალობლები. მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ჩოხოსნებმა მათ საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს 9 აპრილი ისტორიული დღე, მშვიდობის მოყვარული, ქვეყნის და ერის მოყვარული, დამოუკიდებლობის იდენტობის მოყვარული ადამიანები, ქართველები, ძირითადად მანდილოსები, აღმოჩენილ სამწუხაროდ მათ შორის ერთი კალბატონი ერთიმეთ იყო დედაშვილით იქ იყვნენ და ძალადობრივ მექანიზმს მოქმედებას, რომელიც თანახლავს დიდ პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც პოლიტიკოსების სხვადასხვა გეგმები ხორციელდება და ამას ეწირება უდანაშაულო ხალხი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უდანაშაულო შეწირული იქ ამაოდ არ შეიტირება სულისკვეთება, საქართველოს აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და გაიარა მძიმე წლები გაჭირვების, გასასვლელების, ომების, ზღვის და დღეს მშვიდობიანად არის და უშუალოდ წარმატებას ყველა სფეროში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, მეცნიერება, კულტურა, უფლება, გარემოს დაცვა და მშვიდობის შენარჩუნება ამ რთულ რეგიონში და გარშემო შეიძლება ომის სურათებს. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ისე ჩვენ ვართ ამ ქვეყანაზე, ჩვენი ერის ალყის მანძილზე, ეს არის დავიცვათ მშვიდობა და სიკეთე სიყვარული ჩვენ ქვეყანაში. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის დღევანდელი თარიღი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ტრაგიკული თარიღია თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართულმა ხალხმა და დამოუკიდებლობის ბრძოლაში ქართულმა ხალხმა არაერთხელ გამოიჩინა თავი და ეს დღე სწორედ ამას უკავშირდება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და გაერთიანებული. მერაბ კოსტავას ძეგლთან მივიდა ეროვნული მოძრაობის წევრთა ნაწილი, მათ ადგილზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა. 9 აპრილს დაღუპულთა ფოტოები და ზვიად გამსახურდიას ფოტო მიიტანეს. მათ ის დიდებული წამები გაიხსენეს, რომელიც 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გაატარეს. 9 აპრილის მიტინგმა და მანიფესტაციას, რომელსაც უხეში ძალით გაუსწორდა კრემლი, დადო ის შედეგი, რომ ამის შემდეგ პირველი შემთხვევა იყოს ისტორიაში, მაშინდელ უახლეს ისტორიაში, როცა კრემლმა დაიხია უკან. ახლა პირველი უკან დახევა იყო კრემლის, გამოიწვია გარკვეულ სითამამე ოპოზიციაში. არა მარტო საქართველოში, ეს გადამდები აღმოჩნდა შემდეგ ბალტიის ქვეყნებისათვის, მთელი ევროპისათვის და ამას მოყვა დიდი გამოსვლები. ამას მოყვა შემდეგ მეორე 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობა გამსახურდიას ხელმძღვანელობს, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს თუ 200 სახელმწიფოა დედამიწაზე ერთ-ერთი სახელმწიფო არის საქართველოს, სურველი რომ სახელმწიფო კონდეს დედამიწაზე არის 2000 ერი არსებობს. მაგრამ მხოლოდ 200 გაუმართლა ღმერთმა და გადმოხედა აქ სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს ახლა გადმოსახედა ერთი შემიძლია ვთქვა, უნდა შენარჩუნება. მთავარი мотиваცია ქვეყნის განთავისუფლება იყო. ეს სულ სხვა რამე იყო. აქ არ იყო ისეთი გზნობების სიჭარბე, რომ ის რა, როგორ რანაირად
იყო ქვეყანა გასანთავისუფლებელი ვისგან? უდიდესი გველეშაპისგან და მოხერხდა ეს ყველაფერი ამ დიდი ძალისხმევით. 2 აპრილმა გააცოცხლა ის დაღუპული ხალხი. ზუსტად განსახუთი ამ უდიდესი ნული ნავიჯი გადადგა, როცა 9 აპრილი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს დაამთხვია და ეს იყო სიხარულის მოტანილი უდიდესი სიმწარისაგან. მე მინდა დღეს პირველ რიგში მოვიგონო 9 აპრილის დაღუპულები და ეროვნული მოძრაობიდან დაღუპულები, რომელთა სულებით ხარობს ამ დღეს. ულოცავ სრულიად საქართველოს 9 აპრილს. 99 წლის 9 აპრილს მოხდა ბოლშევიკური საბჭოეთის მენტალური ნგრევა. აი იმ გმირებმა, რომელიც მაშინ შეეწირნენ, არა, აი ეს გააკეთეს. მანამდე მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ხალხში 9 აპრილამდე ხალხში არ იყო ასე, რომ დამოუკიდებლობა გვინდა და ასე შემდეგ იყო. მენტალურად ხალხი განწყობილი, რომ მაინც ცვლილებების ეშინოდათ, ხოლო 9 აპრილმა და იმ შეწირულმა გმირებმა 20-მა ქართველმა გმირმა აი ეს შეცვალა და ზუსტად 2 წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ მათი სულების საცხონებლად და საქართველოს გასაძლებლად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. საქართველოს დამოუკიდებლობა ეს შეუქცევადია, საქართველოს ყველასია და მე მოუწოდებ ყველას, რომ გავერთიანდეთ საქართველოს და ქრისტიანობის დასაცავად. მაშინდელი 9 აპრილი ეს არ მოუდგენით სურათებს აი ქალი, კაცი სულ გაკრული დავდიოდით ქართული ტრადიციებით, ხო? და 40 დღე წვერი მოშვებული ხონდათ ხალხს. 40 დღე იგულიეს 9 აპრილის მემორიალი, 9 აპრილის დაღუპულთა გმირები. დაღუპულთა გმირებიდან თვითონ მანანა მელქაძე იმ დღეს არ დაღუპულა, მეორე დღეს 10-ში დაიღუპა მოწამვლით. ჩემი ღვიძლი და სისხლია, ჩემი მამიდაშვილის შვილი. დიდება 9 აპრილის დაღუპულ გმირებს. ესენი ხო მკვდრები არ არიან, ესენი მუდამ ცოცხლები არიან. მათი სულებით დახურებენ საქართველოს, როგორც ბატონი ზვიადო ამბობს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეზე, რომ ესენი უკვე ცოცხლად უნდა გზაზე იმოვითარება, რომ მათმა სიკვდილმა გამოიწვია საქართველოს აღშენებლობა და შემდეგ კი მის წლის თავზე უკვე დამოუკიდებელი იყო საქართველო. ეროვნული მოძრაობის ნაწილი დღეს ქუთაისში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბა. ძეგლი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს, სადაც ახლა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქაც ეროვნული მოძრაობის წევრებმა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს. მათ საქართველოს დამოუკიდებლობაში ზვიად გამსახურდია სროლსა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 9 აპრილის ხალხმა უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობაში. კი შეეწირა 21 ადამიანი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს იყო გამარჯვება. 9 აპრილმა დაამტკიცა ის, რომ ქართველი ერი უნდა უნდა გახდეს დამოუკიდებელი. ყველა ერი უნდა გახდეს დამოუკიდებელი. ეს მარტო ჩვენი საქმე ესა, უფლის საქმე. და ამ საქმეში 9 აპრილის რომ დიდი როლი ითამაშა და 9 აპრილმა 180 გრადუსით შეატრიალა ყველაფერი. პოლიტიკა, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა და ყველაფერი. ესე ჩვენ უნდა გახდეთ უკვე დამოუკიდებელი და სხვის ხარჯზე არ უნდა ვიყო. უნდა გვესმოდეს რა თავისუფლება. აი პავლე მოციქულის განმარტებით, თავისუფლება არის ის, რომ შენ საქციელს, შენს მოქმედებას აკონტროლებ. რა მომენტშიც არ უნდა იყოს. აი ესა თავისუფლება. თავისუფლება, ესე შენი თავისუფალი უნდა იყოს. ეს გმირები, რომელიც ახლა შეეწირენ 9 აპრილს, ეს იყო სტიმული იმ დროს არსებული ყველა საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკები. მაგალითად, უკრაინამ 11, ესე იგი დაახლოებით 9 აპრილიდან რამდენი 6 თვის მერე გამოაცხადა დამოუკიდებლობა ჩვენ რო გამოაცხადა. ესე 9 აპრილის გმირებმა სტიმული მიცა, ეს იმხელა მნიშვნელობა, ეს საერთო ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის დღეა, რომ ვიცოდეთ თქვენ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების რო დამოუკიდებლობის ცნება ამეეწია. გესმით რაშია საქმე? მეორე, როცა უზენაესმა საბჭომ დაამთხვია ის ამბავი, რომ ამ ტრაგედიას მოყვა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს არის სიხარულის დღე და ეს არის გლოვის დღე. მაგრამ რომელია ახლა ორივე
ერთმნიშვნელოვანია, თანაბარი მნიშვნელობის არის ორივე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ღმერთმა გაანათლოს იმათისულები, ვინც შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას და 9 აპრილს ასე ვერაგულად გაანადგურეს ისინი. მაგრამ მეორე სასიხარულო ის არის, როდესაც გამოცხადდა მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მას შემდეგ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბედნიერება არის ეს, როდესაც შენ გეკუთვნის შენი ქვეყანა და შენ იღებ გადაწყვეტილებას. ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლთან იმყოფებოდნენ დღეს ძლიერი საქართველოს წევრები. მათ ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სანთლები აანთეს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დღესაც გრძელდება და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი დღესაც რუსეთია. 9 აპრილს ფიქრობ ყველა ქართველი, ვინც საქართველოში, არა მარტო საქართველოში პატივი უნდა მიაგოს იმ ადამიანებს, ვისი გულისთვისაც, ვისი წყალობითაც ჩვენ ვართ დღეს თავისუფლები. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა, ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ საუბედუროდ იმ გმირების ღვაწლი იკარგება ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებიდან გამომდინარე და სამარცხვინო იყო დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ვერ ახსენებს სიტყვა რუსეთს და უცხო ძალებს აბრალებს 9 აპრილის ტრაგედიას. არავითარი უცხო ძალების დაპირისპირება არ არის, ეს არის ქართველი ხალხის დაპირისპირება რუსულ ცარიზმთან და მის წარმომადგენლებთან საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სახით. 99 წლის 9 აპრილი საკმაოდ მძიმე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნისათვის. თუმცა ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო ბრძოლის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც მოიტანა 91 წლის, რა თქმა უნდა, მარტის რეფერენდუმის შემდეგ 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, დამოუკიდებლობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის, დიახ, სიმბოლური თარიღი არის, რომელიც უკავშირდება ყველაზე მთავარს ალბათ რა, თავისუფლების მოპოვებას. ქვეყნისათვის და ადამიანებისათვის ეს მოვიდა როგორც თქვით ბრძოლით და სისხლით და მნიშვნელოვანი არის რომ ამ მონაპოვარს დღესაც 91 წლის 9 აპრილის შემდეგ გასული არის 34 წელიწადი და დაცვა სჭირდება. მათ არ ყოფნით გამბედაობა კიდე ერთხელ ქართულ საზოგადოებას ახალგაზრდებს შეახსენონ რომ 99 წლის 9 აპრილს რუსეთმა დაარბია თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები. აი ამის აღიარება არ შეუძლიათ. რაც ყველა მიცის ამის აღიარება არ შეუძლიათ. და ამ აღნიშნულს მოხდა შემდეგ 91 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი, თუმცა ეს ადამიანები დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ არ არიან რა. უცხოურ ძალაში აქ მორიგ მანიპულაციასთან აგვაქვს საქმე. საინტერესოა რა ვის გულისხმობენ ჩვენს მხარდამჭერებს და პარტნიორებს, რომლებიც მთელი ეს ხანია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებით, დახმარებით, მხარდაჭერით არიან დაკავებული თუ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის იმპერიას, რომელიც საუკუნეებია გულმოდგინედ ცდილობს წაშალოს კვალი ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული კულტურის, აქაურობის ზოგადად სოფლიო რუკაზე. დღესდღეობით სამწუხაროა, რომ არსებული ხელისუფლება და რუსეთი ერთად კოლაბორაციით, თანამშრომლობით ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ მორჩილებით ცდილობს ეჭქვეს და აყენოს ქართული სახელმწიფოს და ზოგადად საქართველოს მომავალი. 9 აპრილით დაიწყო ადამიანის გონების და ფსიქიკის შემოტრიალება, შემოbrunება. ერთხელაც თქვი 200 წლის საშინელი ბარბარიზმის შემდეგ. ძალიან რთული იყო ჩემი თაობისთვის გაგვიგო რას ნიშნავს 9 აპრილი კი არა, ზოგადად რას ნიშნავს მშვიდობა. დღეს საქართველოს არანაკლებ პრობლემის წინაშე დგას.
ჩემი ხალხი ჯერ კიდევ ვერ არის გამოსული იმ ბანგიდან, რომელიც შექმნა საბჭოთა კავშირმა იმათ ფსიქიკაში. უსმენ, უყურებ, ძალიან აქტიურად ვარ ჩაბმული ამ პროცესებში და მინდა გავიგო, საიდან გაუჩნდა ამ ხალხს ესეთი მორჩილება ყველა აფერისტის მიმართ. როდესაც შენ გამოიარე საბჭოთა კავშირი და იცი რა იყო ეს, უცებ აღმოჩნდი მეორე უკიდურესობაში. მხარს უჭერ იმ ადამიანებს, რომლისთვისაც რუსეთი არის ნომერ პირველი. ჩემთვის რუსეთი იყო, არის და იქნება ბოროტების იმპერია, რომელსაც არც ერთ სახელმწიფოში ხაზი მინდა გაუსვა, არც ერთ სახელმწიფოში, რომელიც მისი კოლონია იყო, არ შემოუტანია და არ მოუტანია მშვიდობა, არ შემოუტანია ეკონომიკური კეთილდღეობა. ეხლა ვიღაცა მეტყვის, რომ კი, მაგრამ საბჭოთა კავშირში წარმოებები რომ მუშაობდნენ, აი სწორედ ეგ არის უბედურება. დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა ყველაფერი. და დღეს ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა ჩვენი მეგობარი მოგვაშორონ და დაგვტოვონ რუსების წინაშე პირისპირ. უკიდურესობამდეა დასუსტებული ყველა ორგანო, აბსოლუტურად ყველა ორგანო, აბსოლუტურად ყველა ძალოვანი სისტემა. ის, რასაც დღეს პოლიციელები აკეთებენ, ეს სისუსტის ნიშანია. ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი. ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რაში მცადა 9 აპრილი, არა უბრალოდ როგორც თარიღი 9 აპრილი, არამედ დღე, რომელმაც შექმნა პრეცედენტი ჩვენი გონების გადაწყობაში. და ჩვენ დღეს უყურებთ ცხოვრებას გაცილებით უფრო საღი თვალებით და გონებით, ვიდრე ეს იყო 40 და 50 წლის წინ. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეერაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.